Კაბოტო ნათია მოგესალმებით, მადლობა ვიდეოს ინსაიდერში იმედის დილაში სტუმრობისათვის, ვიდრე მითებს და ფაქტებს შევახებით. მანამდე მინდა გითხოთ შეერთებულ შტატებში თქვენს ვიზიტთან დაკავშირებით. ვიზიტი იყო საკმაოდ დადებითი, ძალიან კარგი გზავნილებით წამოვედით. იყო რა თქმა უნდა პოლიტიკური ნაწილი, რომელშიც უფრო ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი იყო ჩართული, იყო უფრო მეტად ეკონომიკური ნაწილიც, სადაც ძირითადად საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან შეხვედრები იყო, იმიტომ რომ თვითონ პლატფორმაც იყო, წლიური, ესე იგი, საგაზაფხულო ეგრეთ წოდებული შეხვედრები მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის, რომელიც ყოველწლიურად იმართება. საინტერესო იყო, რომ ამჯერად ეს შეხვედრები ყველა ქვეყანასთან ტარდებოდა ერთი მთავარი ეგიდით, ეს არის გლობალური გამოწვევები და თუ რამდენად არის ესა თუ ის ქვეყანა მზად ამ გლობალური გამოწვევების მიმართ, ასე ვთქვათ, რომ გაუმკლავდეს. საქართველოს ამ კუთხით გამორჩეულად კარგად გამოიყურება, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ჯანსაღი კეთილსაიმედო ეკონომიკური ვითარება, გვაქვს რაც თავარია უკვე 2 წელიწადზე მეტია მოთოკილი ინფლაცია, თქვენ საუბრობდით ამაზე, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს, მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვევით იყო და ეხლა წელს დასტაბილურდება მის ირგვლივ და აქედან გამომდინარე საკმაოდ ესეთი დადებითი შეფასება მიიღო ჩვენმა მონეტარულმა პოლიტიკამ. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდა ძლიერია, რაც სხვათა შორის ამით ვერ დაიკვეხნის ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის გაცილებით უფრო განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნები, იცით რომ რეცესია არის მთელ რიგ ევროპულ სახელმწიფოში. 9.3 ვნახეთ ჩვენ პირველი კვარტლის მაჩვენებელი ამ პერიოდში. ჩვენი კი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პირველი კვარტალი 9.3 და უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის რაღაცა ერთჯერადი. ბოლო 4 წელი რო ავიღოთ, საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9.3, მარტის მაჩვენებელიც მაღალი არის 9%. და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა პროდუქტიულობის ახალ ზღვარზე გადავიდა და ძირითადად ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მაღალპროდუქტიული სფეროების, ასე ვთქვათ, სწრაფად განვითარებით, ზრდა მაღალია, მაგრამ ეს არ აწვება ინფლაციას და არ ზრდის ინფლაციას. ნუ ასევე ახლა აღარ შევჩერდები სხვა მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, საგარეო ანგარიშის დეფიციტი არის გაუმჯობესებული, ისტორიულ მინიმუმზე არის მთლიანში პროდუქტთან თუ ავიღებთ, არის სტაბილური შემოდინებები სავალუტო ჩვენს ბაზარზე, იგივე ტურიზმიდან, ექსპორტიდან და რაც აისახება კიდევაც სავალუტო კურსის გამყარებაში. მეორე დიაგრამა უბრალოდ კურსთან დაკავშირებით თუ შეიძლება. აი კურსის დინამიკა შევხედეთ ჩვენ სხვა შორის აი საინტერესოა ნოემბრიდან მოყოლებული, როცა ეს პანიკური ნაწილი იყო და სხვა შორის თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ არ იყო ეს ფუნდამენტური ფაქტორები განპირობებული. ხო, ეს დადასტურდა. ხედავთ ახლა აი ეს დადასტურდა, იმიტომ რომ უნდა ითქვას კიდევ ერთხელ, რომ ზოგჯერ მესმის ხოლმე, რომ აი ეროვნული ბანკი იჭერს და ხელოვნურად იჭერს კურსს, შეუძლებელია. ხო, ეს შეუძლებელია, რომ ჩვენ ესე იგი ამ ხელა მზარდი ეკონომიკის პირობებში დავიჭიროთ რაიმე ხელოვნურად, ამას იჭერს ჯანსაღი ეკონომიკური ვითარება განაპირობებს თვითონ. და ჩვენც ვამბობდით, რომ არანაირი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მიზეზი არ არსებობს კურსის ესეთი რყევების და გაუფასურების და მართლა სენტიმენტები იყო ბაზრის. შესაბამისად, ეხლა ეს გამყარება, ნუ სეზონურიც არის, ტურისტული სეზონიც დაიწყო. ხა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურად დოლარის გაუფასურებაც მიმდინარეობდა, ამანაც გარკვეულწილად შეგვიწყო ხელი. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ სწრაფად შევავსოთ რეზერვები. კი, რა მდგომარეობა გვაქვს რეზერვებზე, იმიტომ რომ უნდა ყოფილიყო დაცარიელებული საქართველოს რეზერვები, იმიტომ რომ იყო პრინციპში ასეთი პროგნოზები, ხომ რაღაც მაგალითად ერთ თვეში უნდა დახარჯულიყო 1.2 მილიარდი. რა თქმა უნდა, ჩვენ სულ სხვა პროგნოზები გვაქვს და სულ სხვა პოლიტიკა გვაქვს. ჩვენი პოლიტიკა, ეროვნული ბანკის პოლიტიკა პირველ რიგში მიმართული არის რეზერვების მაქსიმალურ აკუმულირებაზე. ჩვენ მცირე ეკონომიკა ვართ, არ გვაქვს რაღაცა ისეთი მუდმივი წყარო შემოდინების, როგორიც არის მინერალური რესურსების ექსპორტი, ნავთობი, გაზი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ბაზრიდან უნდა შევიძინოთ დოლარი და ეს გლობალური, ასე ვთქვათ, შესუსტება დოლარის პოზიციების და პარალელურად ლარის გამყარება გვაძლევს ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, ვითარებას, კონjunქტურას ბაზრის, როდესაც ჩვენ კურსზე დაწოლის გარეშე ვიძენთ რეზერვებს. და კი, აი მაისის ბოლოს უკვე ჩვენ აპრილის მონაცემს გავასაჯაროებთ და თქვენი პროგნოზი ახლოს არის რეალობასთან, რაც გაჟღერდა წლის დასაწყისიდან დაახლოებით 4-ჯერ მეტი არის უკვე, ასე ვთქვათ, ნაყიდი და უბრალოდ ეს მინიშნების სახით.
რატო არ ვაცხადებთ ხოლმე ჩვენ პარალელურად ამ ბიმეჩის პლატფორმის შესყიდვას ხშირად არის ხოლმე ეს კითხვა. იმიტომ რომ ნებისმიერი ესეთი ჩვენი განცხადება მან შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ბაზრის კონjunktურაზე, რაღაც სპეკულატიური განწყობები გააჩინოს, ამიტომ ეს გამართლებულია, რომ გარკვეული 20-25 დღის ლაგით ვაკეთებთ ამას, მაგრამ ტენდენცია ეს არის, საკმაოდ კეთილსაიმედო. კი ბატონო, ესე იგი ამ მითების ნაწილში მოკლედ 3 და 5-ზე არავიდა კურსი, არც 3 და 1-ზე, მათ მინიმუმი რომ ავიღოთ, ხედავთ კურსის მაჩვენებელს ამ შემთხვევაში, რომელიც არის რეზერვთან დაკავშირებით მოვისმინეთ თქვენგან ინფორმაცია და ამასობაში 7 მაისს იქნება მონეტარული პოლიტიკის მორიგი კომიტეტის ნაწილი, რასაც ასევე ველოდებით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თქვენ გასულ წელს საკმაოდ ისეთი ეტაპობრივად, მაგრამ დასაწყისში განსაკუთრებულად გაბედულად დაიწყო შემცირება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე. რა მოლოდინები გვაქვს ამ კუთხით? მე მესმის რომ წინასწარ ამ ნაწილს თქვა რთულია. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ წინასწარ არ ვამბობთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ისეთი დეტალური მსჯელობა მიმდინარეობს კომიტეტზე. ეს ის კომიტეტია, როდესაც ჩვენ წლიურ პროგნოზებსაც ვაახლებთ ამჯერად და მნიშვნელოვან ფაქტორებს გავითვალისწინებთ. მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას სიახლეა ჩვენთვის, რომ ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებაზე უფრო მაღალია, იმიტომ რომ ჩვენი პროგნოზი უფრო ესეთი კონსერვატიული იყო და ზრდა უფრო მაღალია. ეს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ნიშნავს განვითარებას ქვეყნისთვის, ახალ სამუშაო ადგილებს, მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავლებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენი კუთხით ეს განიხილება, როგორც შეიძლება პოტენციური რაღაცა, ასე ვთქვათ, სტიმული ინფლაციური პროცესების. თუმცა აქამდე ჩვენ ამას ვერ ხედავთ, იმიტომ რომ მე მოგახსენეთ, რომ ეს პროდუქტიული ნაწილი ბუნებრივ ამას ალბათ. ბატონო, თუმცა ყოველთვის ვალდებულები ვართ ჩვენ კონსერვატიული უწყება ვართ, რომ ამას შევხედოთ სიფრთხილით. გარდა ამისა, პოზიტიურია ის, რაც თქვით, რომ ინფლაცია სწორედ ისე იქცევა, როგორც იყო ჩვენი პროგნოზი, ესე იგი 2024 წელი რო ავიღოთ, ბევრად დაბალი იყო მიზნობრივზე, დაახლოებით 1.1% წლიური საშუალო, მაგრამ როდესაც ესეთი დაბალია წინა წლის მაჩვენებელი, ანუ შესადარისი, ასე ვთქვათ, პლატფორმა, ესე იგი წელს ცოტა უფრო მაღალი გამოჩნდება, მაგრამ კვლავაც იტრიალებს ამ 3% მიზნობრივი სირგლივ, რაც საპანიკო კურსთან ინფლაციასთან არ გვაქვს. არა, ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა არის გლობალური გამოწვევა. ბუნებრივი, აი ეს არის ისეთი ფაქტორები, რისკ ფაქტორები, რომელიც არ არის ჩვენს კონტროლ ქვეშ და რომელსაც ჩვენ ყოველთვის უნდა გაუწიოთ ანგარიში და ამიტომ ვართ ჩვენ ეროვნული ბანკი ყოველთვის ძალიან ფრთხილები. ვუყურებთ თუ რამდენად არის ვოლატილური ფინანსური ბაზრები, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. იგივე ეს სატარიფო, სავაჭრო, ასე ვთქვათ, პროცესები. რომელიც ახალი გამოწვევაა. ახალი გამოწვევა და აქედან გამომდინარე მათი ზემოქმედება სასაქონლო ბაზრებზე, იმიტომ რომ ჩვენ მაინც იმპორტიორი ქვეყანა ვართ ბევრი პოზიციის მიხედვით. რა თქმა უნდა, პროდუქცია და ბევრი სახეობა ამ პროდუქციის ჩვენს კალათაში დიდ წონას ატარებს და ზემოქმედებას ახდენს პოტენციურად ინფლაციურ პროცესებზე. და რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური გამოწვევები და კონფლიქტები, რომელიც მიუხედავად ბევრი იმედისა, ჯერჯერობით ხო დროის თვალსაზრისით პროგნოზირება ძალიან რთულია, იგივე რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი მსვლელობის, ხედავთ პერიოდულ ესკალაციას და ასევე ახალი კერები ჩდება. რაც ყველაფერთან ერთად გლობალურ დაძაბულობასთან ერთად ზემოქმედებასთან ფინანსურ ბაზრებზე, გაურკვევლობასთან, ინვესტორების სენტიმენტებზე მოქმედებს ეს, ასევე შეიძლება ნიშნავდეს პოტენციურად გარკვეული პროდუქციის მიწოდების შეფერხებასაც გლობალურად, სხვადასხვა ასე ვთქვათ, ნაკადების გადამისამართებას და ამას ყველაფერს ვითვალისწინებთ. თუმცა ერთი რამეც მინდა ვთქვა და უბრუნდე თქვენს პირველ კითხვას, მართლაც როდესაც ჯელობა იყო სავალუტო ფონდთან, სოფლიო ბანკთან საქართველოს პოზიციონირებაზე აი ამ გლობალური გამოწვევების ფონზე, აღინიშნა და არ შეიძლებოდა რომ არ აღნიშნულიყო, რამდენად მედეგი არის ქართული ეკონომიკა, რამდენად მზად ვართ ჩვენ და ვუმკლავდებით აი ამ ზედიზედ რამოდენიმე შოკს. არა რომელიმე ერთ ფაქტორზე დამოკიდებული, როგორც ხშირად არის ხოლმე. არ ვართ დივერსიფიცირებულები და ვთქვით, რომ კიდევ უფრო მეტად დივერსიფიცირებულები ვიყოთ. განსაკუთრებით რეგიონში გაძლიერდა ჩვენი პოზიციები, რეგიონი თვითონ ამ ჩვენი შუადერეფნის როლი გაძლიერდა, იმიტომ რომ სხვადასხვა გეოპოლიტიკური გამოწვევის გამო ინვესტორებმა, იგივე ტვირთების ფლობელებმა, გადამზიდავ კომპანიებმა, ლოგისტიკურმა კომპანიებმა ჩათვალეს, რომ მართლაც, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამტკიცებთ, ჩვენი შუადერეფანი ერთ-ერთი ყველაზე კეთილსაიმედოა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაუშვათ ამ ჩრდილოეთის მარშრუტი უფრო იაფი იყოს, იმიტომ რომ იქ ერთ-ორ დაუშვათ აქტორთან გაქვს საქმე, აქ ჩვენთან რამოდენიმე ქვეყანა,
მაგრამ ყველაზე მეტად ფასობს მშვიდობა, ყველაზე მეტად ფასობს სტაბილურობა და გადმოერთო ტვირთი, იგივე მსოფლიო ბანკის ვარაუდით 2030 წლისთვის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, გასამაგდება ტვირთების ნაკადი ჩვენს რეგიონში და საქართველოს გავლით და იმედია კონფლიქტები მალე დასრულდება, მაგრამ ეს მეხსიერება ისტორიული კვლავ დარჩება და კვლავ დივერსიფიკაციის ეგიდით წარიმართება და ამიტომ ჩვენ ამ ტვირთებს არათუ არ დავკარგავთ, არამედ გაიზრდება. და ამას ემსახურება ჩვენი ხშირი კონტაქტები უკვე ხა ეროვნული ბანკის ჩვენს რეგიონალურ კოლეგებთან წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც ასე სპეკულაციის საგანი იყო. სავალუტო ფონდი მზად არის შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, სხვა შორის არასოდეს შემწყნარა, იმიტომ რომ ტექნიკური დახმარება მათგან ყოველთვის ჰქონდა. იყო, ეხლაც ველოდებით მათ მორიგი მისიას და პრინციპში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, იმიტომ რომ ჩვენსავე წარმატებული кейსია ეხლა რეგიონში, ბევრი შეიძლება არ იყოს და ამიტომ მათაც ალბათ ვფიქრობ, რომ კარგია, რომ თანამონაწილე იყო ამ წარმატების. თუმცა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, იმედია მათთან კარგი თანამშრომლობა, ზოგადად ინვესტორებისთვის ეს უფრო მეტი სტაბილურობის განცდას აჩენს, მაგრამ მთავარი ფაქტორი სტაბილურობის განცდის ეს არის მართლა მშვიდობიანი ვითარება, რომელიც ჩვენ მიუხედავად ასეთი რთული გარემოცვისა შევინარჩუნეთ ფრთხილი, პრაგმატული, დივერსიფიცირებული პოლიტიკის შედეგად. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონია, მე ვფიქრობ, ყველა მნიშვნელოვან აქტუალურ საკითხზე დღეს ვისაუბრეთ და მართლაც მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შევძელით მშვიდობის პოლიტიკის, ხანგრძლივი მშვიდობის შენარჩუნება ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ იმდენი турბულენცია იყო და იმდენი საგარეო შოკი იყო, რომ მართლაც მე ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის იუველირულად სწორი პოლიტიკის შედეგად, ბუნებრივი კოორდინაციაში საქართველოს მთავრობასთან ჩვენ გვაქვს ის ვითარება, რომელიც გვაქვს, მაღალი ეკონომიკური და დაბალი ინფლაცია, არ ვიცი რამდენ ქვეყანას დაასახელებთ, რომელსაც ერთდროულად გქონდეს მაღალი ეკონომიკური და დაბალი ინფლაცია, სტაბილური კურსი და კიდევ ერთხელ რეზერვები, რომელიც არ არის აქსიომა, რომ აუცილებლად ძალიან ბევრი უნდა დავაგროვოთ, მაგრამ სტაბილურობის განცდა იმ ნაწილში, რომ გონივრულ დროს ხდება ხარჯვა, გონივრულ დროს ხდება დაგროვება. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ქალბატონია, წარმატებას გისურვებთ. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია, ჩვენ დავბრუნდებით პარასკევს.